მოგესალმებით, დღეს ორშაბათია და ტრადიციულად ამ დროს ეთერშია საფეხბურთო მიმოხილვა პირველ რიგში გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და როგორც მოგეხსენებათ, ყოველ ორშაბათს მსოფლიო ჩემპიონატამდე ჩვენი გადაცემა იწყება ნატახტარის უკვე ტრადიციული გათამაშებით და მე ბევრს აღარ გავაგრძელებ და სიტყვას გადავცემ ბაჩოს. მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. დღეს არის 26 მაისი, ორშაბათი, ყველას გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. როგორც უკვე იცით, ყოველ ორშაბათს პირველი არხის პირდაპირ ეთერში 23 საათსა და 30 წუთზე არის ლუდი ნატახტარის გათამაშება. მე ამ გათამაშების წამყვანი ბაჩო ქაჯაია გახლავართ. ჩემგან ხელ მარცხნივ შედან კომისიის წევრები, ხოლო ჩემგან ხელ მარჯვნივ ულამაზესი ნატალი, რომელიც ასეთ სიულუց ჩამოგვისხამს. მართლა ამ გავხსენებაზე ნატალი, ძალიან ხო, მე და კომისიის წევრებს ჩამოგვისხათ ცივი ნატახტარი, რომელსაც დავაგემოვნებთ. მე კი უკვე დავიწყებ პირველი გამარჯვებულის გამოვლენას, დავატრიალებ დოლურას, ასე. კითხვა მაქვს თქვენთან კომისიის წევრებო. ამ დოლურას ახლა სწორად ვატრიალებ მე, ანუ ჩემსკენ უნდა დავატრიალო ეს დოლურა თუ პირიქით. მე მგონი სწორად გაიხარეთ თქვენ. აი ასე. მე ამ ნომრებს ვეცდები, რომ ეს ყველა ნომერი რაც შეიძლება სწრაფად ჩავყარო დოლურაში, შემდეგ კარგად ამოურიო და ამოვიღო პირველი გამარჯვებული ნომერი. ესე იგი, კარგად ურევ და აქედან როგორც ხედავთ, იმატა SMS-ები კოდების გამოგზავნა. პირველი გამარჯვებული არის ნომერი 597 73 58 და ბოლო 2 ციფრს არ ვასახელებ. დავრეკოთ ახლა ჩვენ ამ ნომერზე. ესე იგი 597 73 58 აბონენტს დროებით временно недоступен. უკავშირდებითო, ჩვენ კიდე ორჯერ უნდა ვცადოთ, მე ისე ვიცი ბატონო კომისიის წევრებო. ესე იგი 597 73 58 და აბა ვნახოთ ნატალი ახლა აიღებთ. თქვენ უკვე მოგიტანეს ეს ლუდი? გავიდა კიდევაც ზარი? ალო? მოგესალმებით, გამარჯობათ. გამარჯობათ, გიყურებთ. როგორც მიხდი, ძალიან კარგი მიხარია. ანუ თქვენ უკვე იცით, თუ შეიძლება ცოტა ოდნავ რომ მოშორდეთ ტელევიზორს, რომ თქვენი ხმა კარგად გავიგოთ ჩვენ. კი ბატონო. მოშორდით ხო, როგორც ჩანს? ძალიან კარგი. გილოცავთ, თქვენ იცით რა მოიგეთ? არა. 1000 ლარი. ვაიმე, დიდი მადლობა. ესეთი კარგი თან ლუცვავთ 1000 ლარს იგებ. თქვენი სახელი და გვარი თუ შეიძლება? ნინო გაბელია. ნინო გაბელია. გილოცავთ ქალბატონო ნინო, დალიეთ რაც შეიძლება მეტი ლუდი ნატახტარი, რაც შეიძლება მეტი SMS-ი გამოვაგზავნეთ, კოდი, ასე ვთქვათ, უნიკალური და თქვენ კიდევ გექნებათ შანსი რომ მოიგოთ. ძალიან დიდი მადლობა გემშვიდობებით. დაგიკავშირდებიან ჩვენი კეთილი ადამიანები და გეტყვიან როგორ და რანაირად უნდა მიიღოთ ეს თანხა. კარგი, ესე დავატრიალებ მე თან დოლურას, თან გავახსენებ ჩვენს ტელემაყურებლებს წესებს. მოკლედ ვყიდულობთ ლუდ ნატახტარს ნებისმიერი ზომისა და ფორმის ბოთლის შეფუთვით. თავსახურში აღმოვაჩენთ 8 ნიშნა უნიკალურ კოდს. ამ კოდს ვაგზავნით SMS-ით ნომერზე 91 101. ამ ნომერზე გავაგზავნით. ერთი გამოგზავნილი კოდი უდრის 1 ბილეთს. ეს რაც უფრო მეტ კოდს გამოვაგზავნით, მით უფრო მეტი ბილეთი ჩაიყრება აქ თქვენი და მით უფრო მეტი შანსი გექნებათ რომ მოიგოთ 1000 ლარი. მე უკვე ახლა გამოვავლე, ვეცდები რომ სწრაფად ვქნა ეს ამბავი და გამოვავლინო მეორე გამარჯვებული. რა კარგია ის ქალბატონი რო გვიყურებ და აღარ დამჭირდა ამდენი ამბების ახსნა რომ აქედან ვართ, იქიდან ვართ. გადართეთ, ჩვენა ვართ, ნამდვილად ბაჩო ვარ, ქაჯაია და არა შაკო. ეს შაკო ალბათ ახლა ვინც მეორედ უყურებს ჩვენს გათამაშებას, მიხვდება რა ამბავია აქ. 591 41 73
და ბოლო 2 ციფრს არ ვასახელებ. კარგია, აბა დავრეკოთ ახლა ჩვენ ამ ნომერზე. ესე იგი 591 41 73 და ნჰრ. აბა ვნახოთ. მე ისეთ ამბავში ვარ, რომ მე ვერ მოვასწრებ ლუდის დარევას. გასვლით გავიდა. ალო, გამარჯობა. გამარჯობა. ჩვენ გირეკავთ. თქვენს გვიყურებთ, თქვენ გაიხარეთ რა, კარგია. როგორ ადვილად მიდის ესე იგი ჩემი გათამაშება, უკვე ჯერ კიდევ მეორე გათამაშება. ანუ იცით რაც მოიგეთ? არა. არ იცით? არა. ძალიან გთხოვთ ტელევიზორს ჩაუწიეთ და უფრო კარგად გაიგებთ რა მოიგეთ. გისმენთ. ჩაუწიეთ ტელევიზორს. მოშორდით ცოტა. კი. კიდევ უკან აი ესე 1 2 ნაბიჯი ტელევიზორს ესე. კარგია? კი. თქვენ მოიგეთ 1000 ლარი. ხო კარგია 1000 ლარი. ესე მშვენივრად. თქვენი სახელი და გვარი გითხარით? ნატალია მეგრელიშვილი. ნატალია? მეგრელიშვილი. მეგრელიშვილი. ნატალია შენი სეხნია. გილოცავ ნატალია, ჩვენი კეთილი ადამიანები დაგირეკავენ და გეტყვიან სადა როგორ უნდა არაფრის შემოკარგო. ეს ერთი და სხვა მრავალი. აჰა, მე დავატრიალებ. მესამე გამარჯვებულს გამოვავლენ, სანამ გამოვავლენ, გეტყვით თუ რა არის ჩვენი პრიზები. ადამიანები როგორც ხედავ, გვიყურებენ, მაგრამ ვერ ხვდებიან რა, არიციან თუ უფრო ესე ვთქვათ, გონიათ რომ ნაკლებს არა. 1000 ლარს მოიგებს ყველა გამარჯვებული, ყველა ის 5 ადამიანი, რომელსაც ჩვენ გამოვავლენთ, ყოველ გათამაშებაში 5 ადამიანს გამოვავლენთ, რომელიც ეს 5 ადამიანი მიიღებს 1000 ლარს. აი ესეთი არაჩვეულებრივი ამბავი გვაქვს. ეხლა ერთი კითხვა მაქვს კიდე თქვენთან რა. აი ეს დოლურა რამდენჯერ უნდა დავატრიალო? ამის საერთაშორისო სტანდარტი არსებობს ამისი რომ ხო 26-ჯერ? კარგი, ამის მერე 26-ჯერ გადავატრიალებ. 26-ჯერ. 26, აი ხო 3-ჯერ მაინც გეკო 26-ჯერ. კარგი, შემდეგ გამარჯვებული არის 577 53 79 და ბოლო 2 ციფრს არ ვამბობ, აღარ თქმა უნდა. აი. ესე იგი, რეკავთ. 577 53 79 და აბა ვნახოთ ახლა რომელი იყო ჩემი კათხა. ეს მე ასე თუ მოვასწრებ ნატალი თორე. ჩვენ გამარჯვებულებს გაუმარჯოთ. და მეც. რო ესეთ ვავლენ ამ გამარჯვებულებს 1000 ლარიანებს. არა. ალო. გამარჯობა. გამარჯობა. ჩვენ გირეკავთ ნატახტარის გათამაშებიდან პირველ არხს თუ უყურებთ. მე ბაჩო. ეხლა? დიახ, ეხლა. მე ვარ ბაჩო ქაჯაია. დიახ. ტელევიზორთან ახლოს თუ ხართ, თუ არა და გეტყვით რა მოიგეთ. არა, ახლოს არ ვარ. ახლოს არ ხართ, ასე რომ გეტყვით მე თქვენ რა მოიგეთ. თქვენ ალბათ იყიდეთ ლუდი ნატახტარი, გამოაგზავნეთ კოდი, ხო? დიახ. დიახ. და თქვენ მოიგეთ 1000 ლარი. კარგი. გადაო? არა, დედას გეფიცებით. თქვენ მოიგეთ 1000 ლარი, თქვენი სახელი და გვარი რო გითხრათ, თუ შეიძლება? ბეკა ქრისტესნიაშვილი. ბეკა ქრისტესნიაშვილი. ქრისტესნიაშვილი. ძალიან სასიამოვნო ბეკა, გილოცავ, შენ მოიგე 1000 ლარი. ჩვენი კეთილი ადამიანები დაგიკავშირდებიან და გეტყვიან თუ როგორ და სად უნდა მიიღო ეს თანხა ჩემო კარგო. იყიდე ბევრი ლუდი, გამოაგზავნე და უყურე ხოლმე პირველ არხს უფრო ადვილად მიხვდები და დაიჯერებ რომ მოიგე ნამდვილად 1000 ლარი. ახლა გემშვიდობები მე, წარმატებებს გისურვებ და კარგად იყავი. ხო, ასე. კარგი, დავატრიალებ მე ახლა ამ დოლურას. მე მინდა გითხრა დღეს ვისი, ასე ვთქვათ, ვის ნომერსაც არ ამოვიღებთ დღეს.
მათ არ დაყარონ ფარხმალი, რადგან ისინი კვლავ იღებენ მონაწილეობას გათამაშებაში. ჩვენ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის დღეს 13 ივლისს გამოვავლენთ 10 გამარჯვებულს, ყველაზე აქტიურ მონაწილეს, ვინც ამ გათამაშების დროს ყველაზე მეტი SMS-ს გამოაგზავნის 10 ადამიანი ლუდი ნატახტარისგან მიიღებს 5000 ლარს. 5000 ლარი როგორი ამბავია? სვავ ლუდს და რაც შეიძლება მეტ SMS აგზავნი და იღებ 5000 ლარს. შენიერი ამბავი არ არის? ესე იგი. შემდეგი ნომერი გამარჯვებულის არის 595 95 65 და ბოლო 2 ციფრს არ ვამბობ რა თქმა უნდა. კარგი, გადავიდეთ დარეკვის ამბავზე. 595 95 65 აბა ვნახოთ ახლა ეს ადამიანი გვიყურებს თუ არ გვიყურებს. უკვე ისეთი. ალო. გამარჯობა. ალო. გამარჯობათ, ჩვენ გირეკავთ ნატახტარის გათამაშებიდან პირველ ლარხს უყურებთ ტელევიზორთან ახლოს თუ ხარ? ერთი წუთი. დიახ, გისმენთ. ნატახტარის გათამაშებიდან გირეკავთ ჩვენ. დიახ. თქვენ ალბათ იყიდეთ ლუდი და გამოაგზავნეთ SMS-ი, ხო? კი. ძალიან კარგი, გილოცავთ, თქვენ ხართ გამარჯვებული. ტელევიზორთან ახლოს არ ხართ, ძაღლთან ახლოს ხართ უფრო როგორც მესმის, ხო? ძაღლი ყებს ახლო. არა, სახთან ახლოს არ ვარ, ძაღლის ეხლა კი არის. ხო, აჰა, ძალიან კარგი. მოკლედ, თქვენ იცით რა მოიგეთ? გამოვიგე. 1000 ლარი. ამჯერა. დაიჯერე რა. დაიჯერე რა გიხოცები რა, რომ 1000 ლარი მოიგე შენ. და შეგიძლია რომ რაც შეიძლება კიდე შეგიძლია ამ 1000 ლარით ისე ლუდი იყიდო და გამოაგზავნო რომ კიდე უფრო მეტი 1000 ლარი მოიგო. აი შეგიძლია უბრალოდ ეს 1000 ლარი დამირეკო და ერთად დავლიო სადმე დავსხდეთ. მოკლედ, თქვენი სახელი და გვარი გითხარით? დათო უსენაშვილი. დათო. გილოცავ დათო, შენ მოიგე 1000 ლარი, ჩვენი კეთილი ადამიანები დაგირეკავენ და გეტყვიან თუ სად, როგორ და რა ვითარებაში მიიღებ ამ 1000 ლარს. კარგი. კარგი, კარგად იყავი, დიდი მადლობა შენ, რომ ყიდულობ ლუდს. მე გამოვავლენ ახლა უკვე 1 2 3 და ბოლო გამარჯვებული დღევანდელ გათამაშებაში ეს მეხუთე ადამიანი, რომელიც მიიღებს 5000 ლარს. ასე, ჩავყაროთ ეს ამბავი. ვერ დავლიე რა ნატალი, შენი ჩამოსხმული ლუდი მოკლედ რა. მაგრამ არა უშავს. ეთერი დამთავრდება და მაგ ლუდს მიხედავ მე ბოლოს. ასე. შემდეგი გამარჯვებულის ნომერია 557 52 74 და ბოლო 2 ციფრი ჩემთვის შემინახია. გადავიდეთ დარეკვაზე. 557 52 74 და ნახოთ აბა ნატალი. ესე იგი ორი გვიყურებ და ორი არ გვიყურებდა. ეხლა აბა ნახოთ ესე გადამწყვეტი ამბავია რა, ორი ორზე არიან ჯერჯერობით. ზარი გადის. რომელი ყოჩები ლუდი? ეს. აჰა. ალო. გამარჯობათ. გამარჯობათ. მე გირეკავთ ლუდი ნატახტარის გათამაშებიდან ახლა. დიახ. პირველ არხს უყურებთ თქვენ? პირველ არხს. კი. უყურებთ. ძალიან კარგი. ძალიან კარგი. გამარჯობათ. გამარჯობა. როგორ ბრძანდებით? თქვენი სახელი და გვარი? ზურაბ ჩეჩელაშვილი. ბატონო ზურაბ, თუ შეიძლება რომ ტელევიზორს ჩაუწიოთ, ან რომ მოშორდეთ. თან ჩაუწიოთ და თან რომ მოშორდეთ, უფრო კარგად გავიგეთ ჩვენს და ყველა ადამიანი. ბატონო ზურაბ, იცით თქვენ რა მოიგეთ? არა. ვა. არა და წესით უნდა ხა თუ გვიყურებთ 4 გამარჯვებულს მივეცით 1000 ლარი და თქვენ რა დააშავეთ? თქვენ რა დააშავეთ?
თქვენც მოიგეთ ბატონო ზურაბ 1000 ლარი. გილოცავთ. დაიხარეთ, გაგიმარჯოთ, კარგად იყავით. გიცოცხლეთ, გაიხარეთ, თქვენ მესმის ეგერ ადამიანების სიხარული. კარგია რა მართლა ესეთ გემრიელ ლუდს მიირთმევ 1000 ლარი მოდის ესე სახში, ზიხარ ტელევიზორს უყურებ. მშვენიერი. გილოცავთ ბატონო ზურაბ, დაგიკავშირდებიან ჩვენი კეთილი ადამიანები, ესე შევარქვი მე იმ ადამიანებს, ვინც რეკავს და აძლევს ამ ფულს. და დაგემშვიდობებით ახლა კიდევ ერთხელ გილოცავთ 1000 ლარსაც და დამოუკიდებლობის დღესაც. გაიხარეთ, კარგად ბრძანდებოდეთ. მადლობა, გაიხარეთ. კარგად ბრძანდებოდეთ. მოკლედ, დღევანდელი ჩვენი გათამაშება, ასე ვთქვათ, დასასრულს უახლოვდება. მე გეტყვით, რომ ჩვენი გათამაშების წესების, აი, დაწვრილებით თუ გაინტერესებთ კიდე და თუ კიდე ვერ მიხვდით და როგორ და რანაირად უნდა მოხვდეთ აი ამ დოლურაში, თქვენი ტელეფონის ნომერი გეტყვით, შეგიძლიათ რომ შეხვიდეთ, ეწვიოთ ნატახტარის ვებგვერდს nataqtari.com ან Facebook-ის ნატახტარის Facebook-ის გვერდს, ან დარეკოთ ცხელხაზე ნომერი 2 550-700. ძალიან დიდი მადლობა, დაგემშვიდობებით მე მომავალ ორშაბათამდე. ხოლო როდესაც ჩემპიონთა, ასე ვთქვათ, მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყება 12 ივნისიდან 13 ივლისის ჩათვლით, ყოველ საფეხბურთო დღეს ჩვენ ვიქნებით პირდაპირ ეთერში უკვე 22 საათზე. კარგად ბრძანდებოდეთ, დიდი მადლობა რომ გვიყურებთ და თამაშობთ და ყიდულობთ ლუდ ნატახტარს. მადლობა, კარგად ბრძანდებოდეთ, გემშვიდობებით მომავალ ორშაბათამდე. ნახვამდის.